ეს ელენე ახვლედიანის სახელობის ქუჩაა თელავში. ადრე ის კარლ მარქსის სახელს ატარებდა. აქ ერთ-ერთ ძველ სახლში ბავშვობა გაუტარებია დიდ შემოქმედს და მხატვარს ელენე ახვლედიანს. ელენე ახვლედიანის ქუჩა ერთ-ერთი უძველესია და ის ცენტრალურ უბანშია. ეს ქუჩა მდიდარია ძველებური სახლებით და ულამაზესი ხის კარებით. ძველებური სახლები ძირითადად ქუჩის პირველ ნახევარშია. მეორე ნაწილში კი შედარებით ახალი შენობები გვხვდება. ძველი სახლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და დაცულია სახელმწიფოს მიერ. მათგან ნაწილი დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს. სახლებს სპეციალური დაფები ამშვენებს, სადაც მათი აშენების დრო აწერია. ყველაზე ძველი სახლები მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. შედარებით ახლები კი მე-20 საუკუნის დასაწყისისაა. ქუჩის დასაწყისში ლუდის სახლი და კაფე გიშერია. ბოლოში კი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თავად უნივერსიტეტი ქართული უნივერსიტეტის ქუჩას ეკუთვნის. ქუჩას რამდენიმე ჩიხი აქვს. ის 5 ქუჩის მეშვეობით პარალელურ 9 აპრილისა და 26 მაისის ქუჩებს უკავშირდება. ახვლედიანის ქუჩაზე გვხვდება რამოდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო და უბნის მაღაზია. ასევე სილამაზის სალონი და ღვინის მარანი მილორაული. ამ ქუჩაზე უცხოვრია გამოჩენილ უკრაინელ პოეტს ლესია უკრაინკას, რომლის ძეგლიც თელავის პარკ ნადიკვარზეა. როგორც თქვი, ქუჩაზე უხვადაა ლამაზი ხის კარი. ჩემი დაკვირვებით, ქუჩა ყველაზე ლამაზი გაზაფხულსა და შემოდგომაზეა.